ჩემი ოცნება არის, რომ დავეხმარო ბავშვებს პატარაობიდან თავიანთი ნიჭის გამოვლენაში და მათი ოცნებების ასრულებაში. პედაგოგობა გინდა? არა. მინდა რომ ბავშვებს დავეხმარო პატარაობიდან თავისი ნიჭის მიყოლას, რომ ის თავისი ოცნება ახდინოს. ხო, და ამისათვის ან პედაგოგი უნდა იყო, ან ფსიქოლოგი უნდა იყო. იმიტომ რომ ფსიქოლოგობა გაძლევს ბავშვის ცოდნას. იცი როგორია ბავშვი და რა კი იცი, დახმარებაც მეტი შეგეძლება. ვიცი, მაგრამ მინდა რომ მე გამოვიდე მხატვარი, ცეკვის მასწავლებელი და მომღერალი. პირველად მხატვარი, ცეკვის მასწავლებელი და მომღერალი. მომღერალი. აი თქვენ ვინც აქ ახლა ხარ და თქვენ მისთანებს იცი რას ეძახიან მეცნიერებაში ინდიგო ბავშვებს. გაგიგიათ ეს სიტყვა ინდიგო. არა. ინდიგო ნიშნავს ცისფერს. და ყველა თქვენგანი გარშემო ასხივებს, იცი, აი თვალები ვერ ხედავს. მაგრამ გამოსხივება ყველას აქვს, მეც ამაქვს, შენც აგავს, შენც აგავს და ყველას და ნივთებსაც კი აქვთ, მაგრამ ადამიანების ბევრი. თითოეული ჩვენგანის გამოსხივება დაახლოებით 16 მეტრის ფართობს იკავებს. არა, მარტო ასე კი არა. აი გამოსხივება ჩემი 16 მეტრის სიგრძეზე ვრცელდება. ხო? ამიტომ ხანდახან ადამიანს ცრდახა ხოლმე და ახლოს მიდიხარ, უი რა კაი კაცია. რა კაი კაცია, ხომ შეიძლება ისე არა? ვიღაცა კიდე არ მოგწონს, უი როგორი კაცია ეს. რატომ იცით? აი ამ კაი კაცის აურა და შენი აურა ერთმანეთს შეეხო. გამიგეთ? და დაეთანხმა ერთმანეთს. ერთი ფერის აღმოჩნდა. ან ნათელი ვარდისფერი, ნათელი იისფერი, ან მზისფერი. ერთი ფერის აღმოჩნდა და თანხმობა იპოვა თვითონ. ერთმეტი მოგეწონათ. თუ ეს აურები არ დაემთხვევა, შეიძლება კაცი არ მოგეწონოს და თქვენ არ მიდი იმასთან. ხო, ეს არ ვიცი რა გითხარით, მაგრამ დაიხსენეთ. და შენ კიდე ბავშვებს გინდა დაეხმარო მათი ნიჭის აღსრულებაში. ხო? ჩემ პირველ კონცერტზე უკვე გავადი და ანო და ვანო მიმღერე. შავთიცეზე სწავლობ თაკო მასწავლებელთან. ცეკვაც იცი? ქართულ ცეკვაზე დავდივარ არტადონებში. ნინო მასწავლებელთან და გაგი მასწავლებელთან. მოგთხოვე გადაეცი მაგათ, ხო? ჩემგან. და რაც თორე მინდა რომ ვიცოდე ღმერთზე ბევრი რაღაცები დიდება უფალს. მე მგონია შეგისრულდება ოცნება. მაგრამ ყველას გიმეორებთ იცით რა ეს ოცნებები რომ მართლა შესრულდეს, დღეს უნდა იფიქროთ ისე ვითომ და ეს ოცნება შესრულდა. ხო? სკოლაში ხო დადიხარ? კი, მესამე კლასში ვარ. შეინტოლი გოგოები, ბიჭები. ვიღაცას არ ეყურება, ვიღაცას ეყურება თავისთავად, ვიღაცა კარგად იქცევა, ვიღაცა ცუდად იქცევა. აი ეგ დახმარება ეხლება შეიძლება დაიწყო. რატომ უნდა დაელოდო, რომ 20 წლის გახდა და მერე დავეხმარებიო. ეხლა შეიძლება იმეგობრო, მათთან ურჩიო, განზე გაიყონო და არიგო. ვისაც არ ახმნის ჭკვა, უხეშად იქცევა, თავის თავს ამტორობს, ხომ შეიძლება უთხრას, ნუ იზა მაგრე. გიერჩევ შენ, ესეთი კარგი ხარ და სხვა. რა? ეხლავე დაეხმარე ჩემო ძვირფასო. კარგ საქმეს გადადება არ უყვარს. რაც გადადება კარგ საქმეს, უფრო მძიმდება ის საქმე.